მშვიდობის არი Open Media-ის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. სომხური კონიაკის ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემები არსებითად მოგვარებული აცხადებს სომხეთის ეკონომიკის მინისტრი. გევორგ პაპოიანის თქმით, საქართველოს საზღვარზე შექმნილი პრობლემები არსებითად მოგვარებულია. მისი თქმით, საკითხის მოსაგვარებლად შექმნილი სომხურ-ქართული ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ყოველდღიური მუშაობის შედეგად ექსპორტის პროცესი დარეგულირდა. პაპოიანმა კონკრეტული მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ მხოლოდ გუშინგეზის საბაჟო ტერმინალიდან შემოწმება გაიარა და რუსეთისკენ დაიძრა 27 სატვირთო მანქანა, ხოლო ექსპერტიზა მხოლოდ ერთმა ვერ გაიარა. მინისტრის შეფასებით ეს სტატისტიკა 96%-ზე მეტი ადასტურებს, რომ სომხეთიდან ექსპორტირებული კონიაკის უდიდესი უმრავლესობა მაღალი ხარისხისაა და ყველა სტანდარტს შეესაბამება. მან მადლობა გადაუხადა კონიაკის მწარმოებლებს მოთმინებისა და ხარისხიანი პროდუქციისათვის. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა იუდურ ქრისტიანული კავშირის Save Armenia's დელეგაციას უმასპინძლა. გრიგორიანის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთში ერთებული შტატების ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, ენერგეტიკული დივერსიფიკაცია და თავდაცვის სფეროში შესაძლო თანამშრომლობა. უშიშროების საბჭოს მდივანმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის უახლოეს დინამიკის შესახებ და დაადასტურა ერევნის მზაობა ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა პროექტ მშვიდობის გზაჯვარედინის მნიშვნელობას, როგორც რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ ფაქტორს. სომხეთისა და პალესტინის საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა ნიუ-იორკში შეხვედრა გამართეს. ნიუ-იორკში პალესტინის საკითხებისადმი მიძღვნილი მინისტრიალის ფარგლებში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კონსტანიანი პალესტინის სახელმწიფო საგარეო საქმეთა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ვარსენ აღაბეკიანს შეხვდა. სომხეთის საგარეო უწყების ინფორმაციით მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, შესაძლო ერთობლივი პროექტები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთში. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა პალესტინელ დიპლომატების მონაწილეობა სომხეთის დიპლომატური სკოლის გადამზადების პროგრამაში. საფრანგეთის ხელმძღვანელობით დასავლური ქვეყნები მსოფლიოს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისაკენ მოუწოდებენ. 15 დასავლურმა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლითაც სხვა სახელმწიფოებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისაკენ მოუწოდებს. დოკუმენტს, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ნოელ ბარომ გაავრცელა, ხელს აწერენ ესპანეთის, პორტუგალიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ნორვეგიისა და სხვა დასავლური სახელმწიფოების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელმომწერმა ქვეყნებმა უკვე აღიარეს ან ემზადებიან აღიარონ პალესტინის სახელმწიფო და სწორედ ამიტომ ისინი საერთაშორისო საზოგადოებას მათი მაგალითის მიბაძვისკენ მოუწოდებენ. კამჩატკაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 8.8 მაგნიტუდა შეადგინა. ჩამოინგრა მიწისძვრის ეპიცენტრიდან 150 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ პეტროპავლოვსკის საბავშვო ბაღის შენობა. ბიძგებისთანავე კი კამჩატკის ნახევარკუნძულსა და იაპონიური კუნძულის ჰოკაიდის ცუნამი დაარტყა თავს. ცუნამის საფრთხე წყნარი ოკეანის ყველა კუნძულსა და კონტინენტების სანაპირო ზოლს ემუქრება. ეს კადრები კამჩატკის მიწისძვრის დროსაა გადაღებული, როდესაც ექიმები ცდილობენ პაციენტის საოპერაციო მაგიდაზე გააჩერონ და პირველადი დახმარება აღმოუჩინონ. კამჩატკის ნახევარკუნძული ბოლოს 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა მიწისძვრამ შეძრა. 8.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან 150 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით, 17 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ადგილობრივი მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ მიწისძვრა არა მხოლოდ ძლიერი, არამედ უჩვეულოდ ხანგრძლივიც იყო, რეგიონში ჩვეულებრივი ბიძგებისგან განსხვავებით. თვითმხილველები ყვებიან, ქუჩებში მანქანები ირწეოდა და ხალხი განმეორებითი ბიძგების შიშით შენობებიდან გარბოდა. ზოგი აგარაკებზე ან ღია ადგილებში წავიდა. დაშავდა ერთი ქალი აეროპორტის შენობაში. კამჩატკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სხვადასხვაებულებს სამედიცინო დახმარებისთვის არ მიუმართავთ. მიწისძვრის შედეგები მეზობელ რეგიონებშიც იგრძნობოდა. სახალინის კუნთულ პარამაშვირზე ცუნამის 4 ტალღა დაფიქსირდა, რომელთაგან მესამემ თითქმის წალეკა ნავსადგური და თევზის გადამამუშავებელი საწარმო. მოსახლეობა ევაკუირებულია, მსხვერპლი არ არის. სახალინის გუბერნატორმა განაცხადა, რომ წყალმომარაგებისა და ელექტრომომარაგების
ნაგების სისტემები შესაძლოა დაზიანებული იყოს და აღდგენითი სამუშაოები ცუნამის საფრთხის გადავლის შემდეგ დაიწყება. ცუნამის საფრთხე იაპონიაშიც გავრცელდა, სადაც 63 დასახლებიდან დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი ევაკუირდა. ციბას პრეფექტურის ქალაქ ტატეიამასთან ცუნამის წყალღებმა ნაპირზე 4 ვეშაპი გამორიყა, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. მიაგის პრეფექტურის ქალაქ მაცსუშიმიდან ევაკუაცია დაიწყო. ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ იაპონიის ზოგიერთ ნაწილში ტალღების სიმაღლე შეიძლება 3 მეტრს მიაღწიოს. 2018 წლის ცუნამის კატასტროფის დროს ტალღების სიმაღლემ თითქმის 40 მეტრს მიაღწია. ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა ჰავაის კუნძულებზე, ხოლო ალასკასა და წყნარი ოკეანის სანაპიროზე მეთვალყურების რეჟიმი დაწესდა. სავაჭრო ნავსადგურები დაკეტილია. ევაკუაცია გრძელდება. ცუნამის ტალღები უკვე კალიფორნიის შტატის სანაპიროზეც დაატყა თავს. ცუნამისგან თავის დაცვისკენ მოწოდება გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ძლიერი განმეორებითი ბიძგები სულ მცირე ერთი თვინ განმავლობაში გაგრძელდება. კამჩატკის მთავრობამ სახელმწიფო უწყებების სამუშაო დღე 13 საათამდე შეამცირა. გრევის მიუხედავად ადგილობრივი მცხოვრებლები ცდილობენ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ და შემდეგ მოვლენებს ელოდებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის პროვოკაციებისათვის გამოყენების მცდელობაში ადანაშაულებს. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ეთნიკურ ნიადაგზე სიძულვილის გაღვივებისა და შემდგომში რუსული აგრესიის შესახებ ინფორმაციის აზერბაიჯანულ, თურქულ და ევროპულ მედიაში გავრცელებას გეგმავს. ამ განცხადების ფონზე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ძებმა გამოაცხადა ეკატერინბურგის აზერბაიჯანული თემის ხელმძღვანელზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს სვერდლოვსკის ოლქის სამმართველოს ვებგვერდზე მითითებულია, რომ ძებნის საფუძველი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლია, თუმცა კონკრეტული მუხლი დასახელებული არ არის. ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ Le Figaro ერევანი მსოფლიოს 5 ვარდისფერ ქალაქს შორის დაასახელა. სომხეთის დედაქალაქთან ერთად სიაში მოხვდნენ საფრანგეთის ქალაქები ტულუზა, ალბი და მონტობანი, ასევე ინდოეთის ქალაქი ჯიაპური. სტატიაში აღნიშნულია, რომ ერევანმა ეს სახელი მე-20 საუკუნეში საბჭოთა რეკონსტრუქციის პერიოდში მიიღო, როდესაც არქიტექტორმა ალექსანდრე თამანიანმა ქალაქის რედიზაინისათვის ვარდისფერი ტუფი ფართოდ გამოიყენა. Le Figaro განსაკუთრებით გამოყოფს რესპუბლიკის მოედნის ფერდოვან ჰარმონიას. გამოცემა წერს, რომ ამ ქალაქებში სტუმრობა საკმარისია ამ ფერის სიხარულის შესაგრძნობად. სათამაშო, რომელიც ცნობილი გახდა როგორც ლაბუბუ დღეს არის ბავშვების ოთახებში, სოციალურ ქსელებში, მაღაზიებში და ფსიქოლოგების კაბინეტშიც კი. რატომ არის ათასობით ბავშვი ამ სათამაშოზე დამოკიდებული, სპეციალისტები კი მის გავლენაზე განგარსტეხენ. დეტალები მონიკა ჰაირორიანის რეპორტაჟში. რატომ გახდა ეს? ერთი შეხედვით უწყინარი ცხოველი ბევრი ბავშვისთვის სათაყვანებელი სათამაშო, რომლის ქონაც თითქმის ყველას სურს. სანამ ბავშვთა ფსიქოლოგები საფრთხეებზე საუბრობენ, სათამაშო არამხოლოდ ბავშვებში ვრცელდება, არამედ ტრენდული ხდება ზრდასრულებისთვისაც. ლაბუბუს ავტორია ჰონკონგელი მხატვარი და დიზაინერი ლუნგ კასინი. ის ასევე მწერალია და 2015 წლიდან აქვეყნებს მოთხრობების სერიას მონსტრები, რომელიც სკანდინავიური ფოლკლორისა და მითოლოგიის გავლენას ატარებს. კომპანია Pop Mart-ის დამფუძნებელი ვანგ ნინგი, რომელიც ლაბუბუს სათამაშოებს აწარმოებს, 38 წლის ასაკში თავისი 23 მილიარდი დოლარი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში მოხვდა. ამ სათამაშომ განსაკუთრებით მიზიდა ის ბავშვები, რომლებიც ახლა იწყებენ სამყაროს შეცნობას და სათამაშოები ის ძირითადი საშუალებაა, რომლითაც ისინი თავიანთ ემოციებსა და სურვილებს ამოხატავენ. მაგრამ თუ ეს ერთადერთი საშუალება ხდება შიშის მომგვრელი სათამაშო, მაშინ წარმოიდგინეთ, რა ღრმა კვალი შეიძლება დატოვოს მან მათ ახლად ფორმირებად ფსიქოლოგიაზე, თანაც მთელი ცხოვრების განმავლობაში. თამაშის საშუალებით ბავშვი მაქსიმალურად გამოხატავს იმას, რასაც გრძნობ, რადგან უკვე გარკვეულად ჩამოყალიბებული ლექსიკური მარაგის შემთხვევაშიც კი. ბავშვს ხშირად უჭირს გამოხატავს ის, რასაც სინამდვილეში გრძნობს, რასაც სინამდვილეში განიცდის იმ მომენტში, თუნდაც მასთან დაუკავშირებელი მოვლენები, კონფლიქტები, გარკვეული შინაგანი უთანხმოებები, შიშები, რომლებიც საუკეთესო თამაშის საშუალებით გამოხატება. ფსიქოლოგის თქმით, არსებითია, თუ როგორ ვაწყობ თამაშებს, რათა მათი დადებითი ფუნქციონალურობა უზრუნველყოთ.
არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, თუ როგორ შეგვიძლია ეს ისე მოვაწყოთ, რომ ამ თამაშებმა არსებითად დადებითი ფუნქციონალობა უზრუნველყონ და თავად პერსონაჟებმა თუნდაც უარყოფით დეტალებს შეიწავდნენ, არსებითად ასწავლონ, რომ ასეთი არ იყო და არა ამ ქცევის გამეორების მოდელი. საინტერესო ფაქტი. ლაბუბუებს სქესი არა აქვს, თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე თავისი სქესის შესაბამისი სათამაშოებით უნდა ითამაშოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი იდენტობის ფორმირებაზე. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა პერსონაჟის მეშვეობით შეიცნოს საკუთარი სქესიც. ასევე აღიქვას სქესის შესახებ ინფორმაციის გარკვეული ერთობლიობა. როგორია ამ სქესის წარმომადგენელი, თავისი დარეგნული მონაცემებით, თავისი წარმოდგენის გარკვეული თავისებურებებით და ამ სქესის არქნა თავისთავად იწვევს იმ გარემოებას, რომ ის პიროვნების მთლიანობაში ნაწილის არ შემადგენელი გარემოებაა. ეს უჩვეულო ცხოველი, ლაბუბუ, დღეს მსოფლიო საზოგადოებასაც კი ყოფს. ზოგი მას ჩვეულებრივ და სასიამოვნო სათამაშოდ მიიჩნევს, სხვები კი მასში სატანურ სიმბოლოებს ხედავენ. ლაბუბუს გარშემო გაჩაღებული მწვავე დისკუსიებისა და ფენომენალურ გავრცელების ფონზე მისმა დიდმა მოთხოვნამ გაყალბებაც გამოიწვია. შანხაის სამართალდამცავმა ორგანოებმა აღკვეთეს დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობა, რომლის თითქმის 2 მილიონი დოლარის ღირებულების ყალბი ლაბუბუ სათამაშოების პარტიის რეალიზებას აპირებდა. პოლიციამ ამოიღო დაახლოებით 5,000 ერთეული ყალბი პროდუქცია, რომლებიც სრულყოფილად იმერებდნენ ორიგინალ იშვიათი მოდელების დიზაინს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ლაბუბუს უპრეცედენტო მოთხოვნას და იმას, თუ როგორ ყოფს ეს ცხოველი არა მხოლოდ მოსაზრებებს რადიკალურად, არამედ ხდება დიდი მოგების წყარო, ზოგჯერ უკანონო გზით. ეს იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც გვინდოდა დღეს. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი ქართულენოვანი YouTube არხისა. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.